გურია ტივის ეთერში გადაცემა სივრცე დიალოგისთვის სტუმარმა ვიკა ფილმფანმა, რომელიც გახარიეს საქართველოსთვის პარტიას წარმოადგენს, მიმდინარე აქტუალურ, როგორც პოლიტიკურ, ასევე სოციალურ, ეკონომიკურ და ჯანდაცვის საკითხებზე ისაუბრა. ფილმფანის განმარტები დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის მედიკამენტოზურ მკურნალობაზე და წამლის შეძენაზე. ხელისუფლებას პოლიტიკური ნება არ გააჩნია. ფილმფანისვე განცხადებით, ეს ნათლად გამოჩნდა ინტერპელაციის ფორმატში ჯანდაცვის მინისტრის პარლამენტში მოსვლით. აქ ბატონი მინისტრის პოზიცია იყო ესეთი, რომ ეს წამლები, რომელიც ჩამოთვალა სხვადასხვა ტიპის დასახელების, ამ წამლებს თან ახლავს გვერდითი მოვლენებიც. ხო, ამას არავინ არ უარყოს, მათ შორის არ უარყოფენ არც მშობლები, პირიქით, მშობლებს ძალიან მეცნიერულ დონეზე აქვთ ეს საკითხი შესწავლილი, გაცილებით უკეთესად ვიდრე ბატონ სარჩველაძეს. მათი უმეტესობა იმყოფებოდა უცხოეთშიც კვლევებზე, ესწრებოდა სხვადასხვა კონფერენციებს, მეცნიერულ დონეზე კვლევებს აკვირდებოდა. აქედან გამომდინარე, ის რაც თქვა ბატონმა მინისტრმა, რომ ეს აზრი არა აქვს ფულის დახარჯვას ამ წამლებში, ეს რა თქმა უნდა არის ტყუილი და ამის დამადასტურებელი ფაქტი არის ჯანმოს კვლევებიც, ჯანმოს სტატიებიც, არის სხვადასხვა სამედიცინო ორგანიზაციების ანალიზიც და ანგარიშიც და ასევე რაც ყველაზე მთავარია, ცოცხალი მაგალითები, ქართველი ბავშვები, რომლებიც ემიგრაციაში წაიყვანეს და ემიგრაციაში მიიღეს მათ ეს წამალი, მათი მდგომარეობა გაცილებით უფრო გაუმჯობესდა. აქედან გამომდინარე, ერთადერთი მიზეზი, რატომაც არ სურს ბატონ სარჯველაძეს, რომ წამალი შემოიტანოს, ეს არის უბრალოდ ის უფრთხილდება იმ ბიუჯეტს, რომლიდანაც შემდეგ სამწუხაროდ იპარავენ თავიანთი მაღალჩინოსნები. ვიკა ფილმფანმა გაზრდილ ფასებზე და მათ ინიციატივაზეც ისაუბრა, რომელიც მინიმალური ხელფასის გაზრდას შეეხება, ასევე ზოგადად ოპოზიციაზე და მათი პარტიის სამომავლო გეგმებზე, რომელიც გაერთიანებას არ უკავშირდება. ჩვენ არასდროს არც ერთ გაერთიანებაში არ ვყოფილვართ 2024 წლის არჩევნებზეც ყველა ზღვარგადალახული პარტია იყო კოალიციურად, სამივე იყო კოალიციურად წარმოდგენილი. ჩვენ ვიყავით ერთადერთი პარტია, რომელიც კოალიციის გარშემო მხოლოდ პარტია გავედით არჩევნებზე და ამის შემდეგაც ესე იქნება. ჩვენ გვაქვს ჩვენი იდენტობა, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური გზა და პოლიტიკური ხედვა, არ ვაპირებთ არავისთან გაერთიანებას. ვისაც სურვილი აქვს, რა თქმა უნდა, შეუძლია რომ გაერთიანდეს, მთავარია რომ ამ ერთობით არ დააზიანოს სახელმწიფო ინტერესი და ერთ დღეს არ ლანძღონ ერთმანეთი, მეორე დღეს ერთობა და მესამე დღეს კიდევ არ ლანძღონ ერთმანეთი, იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა იწვევს ადამიანებში ფუსტრირებას და უნდობლობას. აქ მნიშვნელოვანია იმ საკითხებზე საუბარი და იმ საკითხების გადაჭრის გზების ძიება, რომელიც სახელმწიფოს რეალურად ჭირდება და მოქალაქეებს ჭირდებათ. ჩვენი ყოველდღიური მუშაობა სწორედ არის ის, რომ რეალურად იმ პრობლემებს შევეხოთ და გამოვნახოთ იმ პრობლემების გადაჭრის გზა, რომელიც საქართველოს მოქალაქეს აწუხებს, იმიტომ რომ ამ ქვეყანას უშველით მხოლოდ ჩვენ ქართველები, სხვა ჩვენ ვერავინ ვერ დაგვეხმარება, ისე როგორც ჩვენ დავეხმარებით საკუთარ თავს. აქედან გამომდინარე, უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ კონცენტრირდეთ სწორ აქცენტებზე